დღეს არის შაბათი 31 მაისი საეკლესიო კალენდრის დღეს არის 18 მაისი და გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს ორი დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ ამიტომ უკვე ჩვენ გადავდივართ სააღდგომო დღეების აღდგომის წარგზავნა იყო ამაღლების წინა დღეს და ჯერ კიდევ გრძელდება აღდგომის შემდგომი დღესასწაული ოღონდ უკვე ჩვენ ამაღლების დღესასწაული ვიზეიმეთ, ამიტომ მე სააღდგომო მოსალმებით აღარ მოგესალმეთ და დღევანდელი დღის შესახებ მინდა გითხრათ, ეს არის ესე იგი როგორც მოგახსენეთ 18 მაისი და 18 მაისის შესახებ ჩვენ ძირითადად ვისაუბრია და საუბრები გვაქვს, ეს არის საუბარი 77. ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ 77 საუბარი ფარავს თლიანად დღევანდელ დღეს, მე მაინც ჩამოგითვლით ეს არის წმინდა იოანე პირველი რომის პაპი, რომლის შესახებ ვისაუბრეთ, ოღონდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, თუ ეს დეტალი შეიძლება იყოს, არ გვითქვამს, ჩვენ გქონდა საუბარი 345, ეს არის აი წინა შაბათი არა და იმის წინა შაბათი, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა დედებზე, ეს არის წმინდა გალა და ბენედიქტა რომაელები, ძალიან საინტერესო ამბავი იყო მათი ამბავი, მაგრამ იქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ აი ამ წმინდა გალას როგორ გადასცა რომის პაპმა ანგელოზებისაგან გამოგზავნილი ხატი, ღვთისმშობლის ხატი, როგორც ანგელოზებმა საჩუქრად გამოგზავნეს და ეს პაპი სწორედ იყო იოანე პირველი, რომელმაც ანგელოზებს გამოართვა ხატი და გადასცა ღირს დედა გალას და ეს მაშინ 77 საუბარში არ იყო აღნიშნული იქ მის ცხოვრებაში არ გვისაუბრია და აი ეს ერთი დეტალი დავამატოთ დანარჩენი ეს არის წმინდა ალექსანდრა ანკირელი ანუ ანკირა იგივე ანკარა დღევანდელი წმინდა ვენანციუს კამერინელი წმინდა არსენი მესინელი არსენ ბერი მესინელი არსენ მცირე ესე უწოდებენ წმინდა ფელიქს პოლეტელი და წმინდა მეროლილან რეიმსელი. ეს არის საუბარი 77 და ჩვენ მაშინ არ გვისაუბრია დღეს ამ დღეს ესე იგი 18 მაისს არის ხსენება ჩვენი ქართველი წმინდანების ეს არის ორი ძმანი, წმინდანი ორი ძმანი, დავითი და ტირიჭანი. დავითი და ტირიჭანი, რომელთა შესახებ ჩვენ მაშინ არ გქონდა საუბარი, არა და ეს რა გითხრათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის ქართული ეკლესიის ისტორიაში, თუმცა წინასწარ დავძენ, რომ დავითი და ტირიჭანი ეროვნებით, ნაციონალობით არ იყვნენ ქართველები, იყვნენ სომხები. და ის სწორედ ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ პატარა ბავშვები. საოცარი ამბავია მათი ცხოვრება, აი ესე იგი ფაქტიურად ჩვენ რაც თითქმის ბოლოსკენ მივდივართ ამოწურეთ აი წმინდანების შესახებ გესაუბრებით, ვისი ნაწილები გაგვაჩნია რა თქმა უნდა და სულ ვამბობ რომ ისტორია არ მეორდება. ესეც რაღაცა ძალიან ხა ის შესავალს ვაკეთებ. ძალიან ესეთი ამბავია რა გითხრათ. ძალიან ამაღელვებელი. ცრემლების გარეშე რომ ვერ დაიკითხავს და ვერ მოისმენს ადამიანი. მაგრამ თან არის აისრულებით განსხვავებული ამბავი და იცით რა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. ესე იგი მეოთხე საუკუნის ამბავს გიყვებით ეხა მეოთხე საუკუნის ამბავს ხო და მეოთხე საუკუნის ამბავია ესა მაშინ ჯერ კიდე გაყოფა ქართველთა და სომეხთა შორის ერნაციონალის რელიგიური ნიშნით არ ყოფილა და აი წარმოიდგინეთ რაღაცა ამბავი მოხდა ტაო-კლარჯეთში, ტაოში მოხდა ეს ტერიტორიულად. ესე იგი რაღაცა ამბავი მოხდა, რაღაცა ამბავი. აი რომელიც დღესაც კი აი მოიყოლება, ისაუბრება და დღესაც კი ძალიან დიდ ზემოქმედებას, ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანს. აი რა იყო ეს, რა ამბავი იყო ასეთი. რა მოხდა ესეთი აი მაშინ რა ვიცი, კაცობრიობის ისტორია, ხა თუ აქ მაინდამის კვლელობაზეა ლაპარაკი, რა ვიცი, სავსეა ხო ეს ისტორია, არა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა და წინასწარ მინდა გითხრათ კიდევ ერთი შესავალი, რომ მეცნიერები ძალიან აკავშირებენ
ამ ამბავს მეორე ამბავთან, ეს არის ყოველ ყრმათა წამება. ყოველ ყრმათა წამება ჩვენ გვისაუბრია მათ შესახებ და ისედაც ცნობილია, ესე იგი ეს ქართულ გეოგრაფიაში დაახლოებით თანადროული ამბებია და აღწერას დაახლოებით თანადროულია და წყაროც. ანუ ეს დღეს რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, დავითის და ტირიჭანის წამება და ეს ყოველ ყრმათა წამება, ეს არის მე-19 საუკუნის ივერონის ხელნაწერი, ესე იგი ათონის მრავალთავი, ესე ქვია და იქ არის გადაწერილი ესა, კიდევ შესავალში არის ქრისტე ადიდე არსენი, ამინ არ ვიცით ეს არსენი ან ხელნაწერის დამკვეთია, ან გადამწერი თვითონ. Ну, მოკლედ მე-19 საუკუნის ტექსტი გვაქვს ჩვენ ხელთ ქართულად. და კიდევ რაც შეეხება ამ შედარებას, ესე იგი რაღაცნაირად ერთად მოხვდა ეს ორი ამბავი და ну ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ განსხვავება მაინც არის, იმიტომ რომ ყოველი ყრმები აფსარებლობის გამო, სარწმუნოების გამო ეწამნენ და ეს დავითი და ტირიჭანი კი სამეფო ინტრიგებს, ესე რომ ვთქვათ, ზოგადად შეეწირნენ, მაგრამ არ არის ეს სწორი. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ეხლა მე უსწრებ მოვლენებს, რომ მათი ვინც ესენი მოკლა, მათი ბიძა, მათ ესაუბრა ჯერ თავიდან ესაუბრა და შესთავაზა აფსარებლობის შეცვლა და მათ უარი თქვეს და აი ამან გამოიწვია შემდეგ ის, რომ მე ესენი მოკლედ ზორი ბავშვი მოკლეს. ბავშვები იყვნენ. ასევე ესეც აფსარებლობითი ამბავია და აი მე ვფიქრობ წმინდანებათაც მოწამეებათ არიან შერაცხილები. თუმცა დავიწყოთ თავიდან, ну ტექსტი გვაქვს რაღაც არაჩვეულებრივი, ამიტომ ჩვენ წავიკითხავთ დღეს ამ ტექსტს, წავიკითხავთ და შემდეგ თან რაღაცა მცირე კომენტარებს გავუკეთებთ. ჟამთამათ ოდენ მეფეთამათ ქვეყანის ყრობელთასა. ესე იგი, როგორ უნდა მივთითოს ეს ამბავი როდის მოხდა, ეხლა არ გეტყვის, რომ ჩვენ წელთაღრიცხვის რიცხვებს ხوار დაასახელებს, ხო, ეს იცვლებოდა მაშინ. ყველაზე საიმედო არის ალბათ, რასაც აკეთებს ჩვენი თხრობელი, რომ ასახელებს იმ ცნობილ პიროვნებებს, ვინც მაშინ მოღვაწეობდნენ, ეს არის მეფეები, საბერძნეთის ჰერაკლე მეფის, აქაც რაღაცა უზუსტობაა. ჰერაკლე მეფე გვიან იყო უფრო. ესე იგი, აქ ზუსტად ეს ბიზანტიის იმპერატორზეა ლაპარაკი არ არის, ვერ ვიტყვით ახლა რომელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ არის სხვა მეფეები დასახელებული. ეს არის სომხეთის მეფე არშაკ მესამე, არშაკ მესამე იყო 368-386 წლებში სომხეთის მეფე არშაკი და სპარსეთს ვარამშაპოისა მეფობასა, სპარსეთის მეფეა დასახელებული კიდე და იყო შეწირვა იგი წმინდათა მათ მსხვერპლად უფლისას, ეს წმინდა ხორცნი ანუ სხეულები ამ დროს შეიწირენ და ნახეთ კიდე აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება დასახელებული წმინდანი, იყო სანახებთამად სოფლისა სომხეთისათა, ჟამთა ნეტარისა დიდისა ნერსე კათალიკოსისათა. ესე იგი, სომხეთის კათალიკოსი მაშინ იყო ნერსე პირველი დიდი, ესე ქვია 353-373 წლებია და ადამ არეგაწოტელისათა. ესე ადამი არეგაწი ეს არის, ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი მთასაც ქვია არეგაწის მთა სომხეთში და ეს ადამ არეგაწოტელისა ესეთ წერია არეგაწიდან ადამი აქ არის მხოლოდ მოხსენებული, არ ვიცით ვინ არის ეს ადამი, მაგრამ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იმ მხარეში. ხევსა ბასიანისასა დაბასა, რომელსაც ქვიან ონკო. აი აქეთ ამ მხრიდან არიან ამ არ ვიცი ზუსტად ესეც არ არის დაფიქსირებული, მაგრამ მოკლედ იყო კაცი ვინმე წარჩინებული ხევსა ბასიანისასა დაბასა, რომელსაც ქვია ონკო. ხალხთა შორის ახლა ვეღარ მოვასწავლე, ზუსტად გამერკვია ეს
ტოპონიმები, ბასიანი ალბათ ეს ერზრუმთან ახლოს არის, ეს ბასიანის ველი იყო და ხევი ბასიანის. აი როგორც ჩანს იქიდან იყვნენ და აქედან მერე ტაოში გადაინაცვლეს ამათმა. იყო კაცი, ვინმე წარჩინებული და ერისთავი, სახელად ერქვა ვარდან. და სახელი ცოლისა მისისა თაგინე. აი ვარდანი და თაგინეს ოჯახზეა ლაპარაკი. იყვნენ ორნივე იგი ნათესავთაგან სამეუფოითა და ამათ აქვთ სარწმუნოება ჭეშმარიტი და მართლისაწმინდისა სამებისაი. აი სხვათა შორის აი ამ ტექსტებში ეს სამების მოხსენება თვითონ როგორც ასეთის ეს გვიანდელია, ეს არის სწორედ აღწერელის მიერ მოხსენებული და ამათ კი ჰქონდათ სამებისადმი, მაგრამ ეს სიტყვა სამება მაშინ არ იყო იმ პერიოდში. იყო უკვე, მაგრამ ახალი შემოსული იყო ტერმინოლოგიურად ვიძახით, თორე უკვე პირველი მსოფლიო კრება იყო და მერე უკვე მალე მეორე მსოფლიო კრებაც ჩატარდა. აი ზუსტად ამ პერიოდში დაახლოებით. როდესაც საბოლოოდ სამების შესახებ დოგმატი ჩამოყალიბდა სიტყვიერად. და ცხონდებოდეს იგინი ღვთისმსახურებით. მოკლედ ღრმად მორწმუნე ოჯახი იყო ვარდანისა და თაგინესი, რომელიც სამეფო წარმომავლობის იყო, სამეფო ოჯახიდან. და მისცა მათ უფალმან ორნი შვილნი, ესე ყვავილნი შვენიერნი, ნერგნი სამოთხისანი, მისედემისანი. და განიხარეს მშობელთა მათთა, რამე თუ სასმენელყვა ღმერთმან ლოცვანი მათი ილოცეს, არაძლეოდა ჩვილები და ბოლოს მიეცათ ორი შვილი და ერთ სახელსა პირველ შვილს უფროს უწოდეს დავით, სახელად დავითისა, დიდი სამეშარავანდედისა და წინასწარმეტყველისა, ესე იგი დავით მეფსალმონის სახელი უწოდეს უფროს, ხოლო სახელდღეს ამასა მეორესა წინასწარმეტყველებით რამე თუ ესეც ღირს, ესე იგი ამასაც რაღაც ეს სახელი მეორესაც ტირიჭანი რო უწოდეს, ესეც რაღაც ღვთისგან მიცემული ნიშანი იყო, ესეც ვეცადე რომ გამომეკვლია, მაგრამ ვერაფერი შევიტყვე. ტირიჭანი სომხურად თუ ნიშნავს რამე სომხურ ენაზე, სომხური სახელია ტირიჭანი და ესეც არ ვიცი დღეს რამდენად არის გავრცელებული. ხო და რაღაცა თუ საწუთროი განხრწლადი და არამედ წარუვალითა მიცრული იქნა, ანუ დააკლდა წლები ამასოფლის, მაგრამ სამაგეროდ მარადილ ცხოვრებაში იყო წარმატებული. და სახელდებს მას ტირიჭან ენითა სომხებრივითა აგიზარდნეს ესენი სარწმუნოებასა და მართალსა. და კიდევ მესამე პიროვნება, ესე იგი ვარდანი, თაგინე და აი შემოდის ახლა აქ ეს არის ამ თაგინეს ძმა თეოდოსი. იყო იგი წარმართი და აქტეს ჯული წარმართა უსჯულოი. და ჟამსას ოდნეს იჩოისასა დავითისა და ტირიჭანისა. ჯერ კიდევ პატარები იყვნენ დავითი და ტირიჭანი, მოკვდა ვარდან მთავარი. იგი ერისთავი და თევდოსი უღმერთომან სახელმწიფო იგი ვარდანისი და სიზისათვის ესაი დაიპყრა სამკვიდრებელიცა მათი. და როდესაც ეს ვარდანი გარდაიცვალა, ეს ბავშვები ჯერ პატარები არიან, ეს თეოდოსი თაგინეს ძმა დაეპატრონა უკანონოდ, დაეპატრონა ვარდანის სამფლობელოს. და დაიპყრა სამკვიდრებელიცა მათი. დავით არიხილა ბოროტმანმა მხეცმან შვენიერება იყრმათა მაწმინდათა გონებდა ვითარმედ ნუ უკვე შემდგომა ჯამთა სრულებისა ჰასაკისა მათსა განძლიერდნენ და აღდგენ ბოროტის ყოფათ მისდედა. და ახლა რა ხდება, ნახეთ. აი ეს თეოდოსი, აი ბოროტი კაცი რო არის და ცუდად რომ მოიქცა და მიიტაცა მეფობა ამ ხარეში, ხო? აი ამ ბავშვებს რო უყურებს, რაზე ფიქრობს, ნახეთ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან. ხა თუმცა რამდენი 15 წელიწადზეა ლაპარაკი ალბათ და ეშინია რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან და დასჯიან ამას და წარწმენ მეფობას ასთავარია და ამიტომ ვერ გულყრობილ იქნა არამედ უბოროტესითას მაცვა იზრახა. არაკმა ეყო მიიღებად სამკვიდრებელისა მათისა, არამედ სრულიად უნდა მოსპულბა მათი. ესე იგი არ იკმარა ამათი სამკვიდრებელის, ანუ ამათ რაც კი მცირე წყლები იყვნენ, მაგრამ ხო იყო ასეთი შემთხვევები, ასე დროს მეურვე ინიშნება და ინიშნება, ხო, მეფეთ, ვთქვათ,
და ამან ეს წაართვა და არა მარტო ეს სამკვიდრებელი წაართვა, არამედ თლიანად მოინდომა ამათი განადგურება, რომ მე ესენი არ გაიზრდებოდნენ, არ წაერთმიათ მეფობა. აი ეს არის მოკლედ მთელი ინტრიგა დღევანდელი ისტორიის და ეხლა რა მოყვა ამას შედეგად. ხოლო ღირსი იგი ღვთისაი ნეტარი თაგინე ისმენდა ყოველსავე მას ბოროტ აღზრდულს ამის ზედა და იტყოდა თეოდოსი. მოკლედ ეს თეოდოსი არც მალავდა ამას ყველაფერს. ეს თაგინესაც ეუნებოდა და ეუნებოდა დაუტევოთ ჯულიეგე ჯვარცმულისაი და იპყართ ჯულიეგე ჩემი შენ და შულთა შენთა თაგინეს ეუნება თავის თავს. და იყვნენ ყრმანი ესე შვილად შევდა და მე გავზარდნე იგინი შვებითა სიხარულითა დიდითა. ნუ ესეც აკრობა, იმიტომ სიამდვილეში ამათი დახოცვა გუში ცადებული და უარყავით ის ჯული და მე ვიშვილებ ამ ბავშვებს. და ეხლა ნუ ამ თაგინეს ეხლა თავის დაარეთ, ცოლად ვერ მოიყვანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ მეფე იქნება და ამას როგორ ჩვილებს ისე გავზრდი. ესეთ რამეს ეუბნება. ხოლო ნეტარმანმა დედაკაცმან ყოვლადვე უგნურებით რახვაი მისი მხეცისაი და სულთა გამყრონისაი არა თავსიდო, არამედ რქვამას ეს თაგინეუნება არ რა თქმა უნდა უარი თქვა, ნუ და ეუნება სამკვიდრებელი წმინდანია ეს თაგინეც. არ ვიცი შერაცხილი არის თუ არა, მაგრამ წავიკითხავთ ეხლა და კმა იყავ შენ და ხოლო საფასე იგი გამოუპარველი და სამკვიდრებელი მიუღებელი. ესე იგი სამკვიდრებელი ესე შულთა ჩემთაი და ყოველი მონაგები მამის ამათსავე კმა იყავ შენ და გეყოფა ეს ამათი ქონება, ამათი მამის მიერ მოპოვებული, ამათი მამის ქონება რომ მიითვისეს, აი გეყოს ახლა ეს, გეყოს. და ხოლო საფასე იგი გამოუპარველი და სამკვიდრებელი მიუღებელი მამისა მიერ ზეცათა ისა ღვთისა ისა ვერ შემიძლოთ. ხოლო რაც შეეხება ამ ზეციურ საუნჯეს ჩვენს მართალ აღსარებლობას, ამას ვერ წაგვართმევ და ვერ მიიღებ. და ვითარცა იხილა დედაკაცი ესეთ ამტკიცებული ჟულსა ზედა ქრისტესა, რომ ნახარო ეს თავის და ესეთი მტკიცე ქრისტიანი იყო, აღარა შეძინა ყველა სიტყვით მისა აღარ დაუწყო ლაპარაკი აზრი არ ქონდა, არამედ თვინიერ დედისა მათისა და გააკეთა ნახეთ. ეს თაგინე ხო მიხვდა რომ ამ თაგინესთან აზრი არ აქვს ლაპარაკს, ხო? და თაგინეს გარეშე თვინიერ დედისა მათისა მოუწოდა სანატრელთა მათ ყრმათა და სიტყვითა რეცსა ტკბილითა უნდა სიმწარეთ რეცსა გადაქცევა იმათი. აი ეს სიმწარე რაც არის ჯულის უარყოფა უნდა შეაყაროს რეცსა სიტყვა ნიშნავს ვითომ. ანუ ვითომ ტკბილი სიტყვით ეხა ვითომ ეს სიმწარე უნდა გადააყლაპოს რაღაცნაირად და ეუნება და გონებდაცა უგულისხმოსა შინა გულსათვისა, არამედ ვითარმედ თავის უგულისხმო, თავის გაქვავებულ გულში ესეთ რამეს ფიქრობდა. გამოვცადნე იგინი გულთად სახით ამით, უკეთო თავსიდვან ჯული ჩემი და არა დაიმარხონ მანკერებაი ჩემთვის გულსა მათსა. ესე იგი, აი გამოცდა მოუწყო და რა იფიქრა ნახეთ? ესეთი რამე ფიქრა რომ თუ ესენი ჩემს ჯულს მიიღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს მიმართ ბოროტება არ ექნებათ გულში. ანუ მაშინ აღარ იქნებიან საშიში, რომ ეწამართმევენ მეფობას. ანუ აღარ განმიკითხავენ, ავიცი რაღაც ეგეთი აზრები აქვს თავში. მოიყვანა იგინი და შეკრიბენ ამბორს უყოფდა, გადაეხვია ბავშვს მოეფერა და რეცსა ვითომ სიყვარულითა. რომელსა იგი ეგულებოდა პირველ სიკვდილის სულთა მათაი. ესე იგი, ამათი სულიერ სიკვდილი აქვს განზრახული და ვითომ ეხა დიდი იმითი მოეფერა ბავშვს. ხოლო ვითარ ესე ვერ შეუძლო იზრახა მოწყვეტა იმათ და ეს ეთქვა, თქვენ შვილო, ჩემნო ათ შვილნი ჩემნი ხარ და დღეს ესე იგი და თუ ვერ მოკლედ დააინსა უნდა დახოცოს ახლა ეს ბავშვები რა, ესეთი ამბავია. ეუნება ახლა. თქვენ შვილნო ათ შვილნი ჩემნი ხართ, ახლა მამა თქვენი რომ მოგდა, მე თქვენი ბიძა ვარ და ახლა თქვენ ჩემი შვილები გახდით. ესეთ რამეს ეუნება. და დღეს მე ვითარცა მამაი თქვენი და ათ ჩემიცა თქვენი არის. აი ნუ ზაკვრებას საზღვარი არ აქვს. ესე იგი, ჩემი რაც არის, ის თქვენია. სინამდვილეში ამათი რაც არის, ის მიითვისა, თორე ამისი რა არის, ამისი არაფერი არ არის რა. თქვენია. ხოლო ყავთ ჩემ და მომართ, რომელი გრქვა თქვენ და დამიჯერეთ ახლა და რასაც გეტყვით, გააკეთეთ. ისმინოთ და თქვენ ისმინოთ ჩემი ვითარცა შულთა მორჩილთა საყვარელს აქვს. ჩემი მორჩილი და საყვარელი შვილები ხარ და რასაც ახლა გეტყვით, უნდა გააკეთეთ. ჯული ეგე რომელ ეპყრა მამასა თქვენსა განუტევეთ და მე უკეთესი ჟული მიგცე თქვენ. და მამა თქვენს ქრისტიანები ნუ ესე გაიზარდნენ, ნუ პატარები არიან, მაგრამ ხო ხედავდნენ როგორ ცხოვრობდნენ რა და
ეს მამა თქვენის ქრისტიანული ჯული დაუტევეთ და მე მოგცემთ უკეთეს რჯულს. ხოლო წმინდათა მატყრმათა შემდგომად დუმილისა მიუგეს დედის ძმასათვისა და რქვეს. ესე რაზეა რა ნახეთ ლაპარაკი ამ პატარა არასრულწლოვანები. არ ვიცი რამდენი იქნებოდნენ ესენი, მაინც იქ მე არის რო ცხვარში გაუშვებს დედა ცხოვრებთან. ანუ სადღაც ალბათ მინიმუმ 7-8 9 რაღაც ეს ასაკია. სავარაუდოდ. ხო და ნახეთ რა წერია? ამა ბიძამის რო უთხრა, მცირედ დაიდუმეს, ანუ დაფიქრდნენ ერთის და მეორეც, რა შეუნება. და მცირედ უმილის შემდეგ უთხრეს ეს. ჩვენ და კმა არის ჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩვენსა. ჩვენ ეს მოგწონს, შეიძლება უკეთეს რამე გულისხმობ, მაგრამ არ გვინდა უკეთესი, ეს საკმარისია ჩვენთვის. და გიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს ხორცს და შინაჯვით. და ბავშვები რასეუნებიან? ეს ბავშვები რასეუნებიან, კაცო, რომ სული ჩვენი გიეს ხორცს და ჩვენთან, სანამ ჩვენ სული გვიდგას, ჩვენ ქრისტიანები ვიქნებით. ხოლო სიყვარულისათვის და მოთმინებისა ღვთისა სხვა თვინიერ ჯულისა დატოვებისა გამზადებულ ვართ. ვითარცა მამისა ჩვენისა. ესე იგი და ქრისტეს სიყვარულით ყველაფერს დავტოვებთ ჩვენ სხვას. აი სხვაზე ყველაფერზე ვარ სიტყვით გარდა ჯულის გარდა. ეს ჩვენი მამისგან მივიღეთ, მაგრამ თავარი არის რომ ეს ამათ მეიციან ეს ქრისტეს ჯული რა არის. და ქრისტეს გულისათვის. აი ეს არის უკვე ნამდვილი აღსარებლობა, ნამდვილი. გააზრებული და ფაქტიურად ამან გამოიწვია შემდეგ ამათი სიკვდილი წინასწარ თუ გაუსწრებთ მოვლენებს. და ვითარ განიმსწორო უწყალომან და ნაწლევ როალმან. აწერია კაცო ცალცრე. მოკლედ რო გამოვიდნენ ამ უწყალომან, ესე იგი მოწყალებია რო ესე იგი შეუწყალებელმან რა. ო ეს არ ვიცი რას ნიშნავს. ნაწლევ როალმან თეოდოსი. ნუ სადაწყავი სიტყვა ნაწლევი, ანუ ნაწლავები და როალი. როალი ნუ რა არის? ეს არის სპილენძი რა. ხო და არ ვიცი რაღაც ეს ლაძღვარს გავიგე ნაწლავ გაქვავებულო თუ რაღაცა მოკლედ ესე მოკლედ ნაწლევ როალი თეოდოსი. ამის მიზეზსა ზედა ვერი კადრა მოკლა იმათი ერისამისგან ქრისტიანთეს არამედ მიუშვა მცირე და ეგულებოდა წარწმენდა იმათი. აქ ყველანი ქრისტიანები იყვნენ გარშემო. სადაც ესენი ცხოვრობდნენ და ვერი კადრა, ანუ ვერ გაბედა ამათი მოკლა და ცოტა ხნით განუტევა, მაგრამ გულში აქ ჩადებული ამათი სიკვდილი. აგრძნა ესეთ აგინე დედამან-მათმან და განიზრაფიდა თუ ვინაი კერძო იუტოდეს. რაღაც ხადი ესენი დედასთან მივიდნენ, ესეთი რამე უთხრეს. მოუყვა და ნუ გაიგო ხა ამან მიხვდა რომ ამას რაღაცა ბოროტება ჩადებული გულში და გადაწყვიტა რომ დაეტოვებინა საერთოდ აქაურობა და სხვაგან გადასახლებულობა. მოიგო ზოგი რამე მონაგებთან მისთაგანი, ნუ რაც გააჩნდა მცირე ქონება, ნუ რაც შერჩა თავისი მზითებით, რა ვიცი რაღაცა და შვილნით ვისნი წარმოუტყდა ჩრდილოეთ კერძო ქვეყანა ტაოისა. ესე იგი, ნუ თუ რუკაზე დავხედავთ, ტაო უფრო ჩრდილოეთით არის, ვიდრე ეს ერზრუმის მისადგომები, დღევანდელი ერზრუმის ბასიანი, ანუ ბასიანიდან წამოვიდა ტაოსკენ. და მოვიდა დაბას ერთსა, რომელსაც ერქვა ვაჟგანი. აი ვერ გეუნებთ ახლა ზუსტად რა ადგილია. და იყო მომთავრნი ერთი წმინდათამათ ნათესავი, რომელსაც სახელი ერქვა ვაზგენი. აქ ვინმე ვაზგენი ცხოვრობდა, რომელიც იყო ამათი ნათესავი და ამასთან მივიდა ამ ვაზგენთან. და შეევედრენ თავარს ამას და სიმაგრესამის ადგილისას რაღაც ციხე სიმაგრესავით იყო და ნუ აქ შეაფარეს თავი ესე რომ ვთქვათ. და გულპრობები იყვნენ თემისათვის, დედისა, ძმისათვის ისა, ანუ გულპრობები, ანუ შეშინებულები იყვნენ და დაემკვიდრნენ და ცხოვრობდნენ ღვთისმსახურებით. ანუ ეს ვაზგენიც ქრისტიანი იყო და აქ დაადგნენ ამ ადგილს და ნუ ეგონათ რომ შვიდად იქნებოდნენ. ხოლო სამკვიდრებელისა, მათისაი და უცხოებისა ვერ იკადრებდა არავის მცირეს ამას კნინსა საფასესაზე და იხარებდა. და ამას ვერ იკადრებდა, რომ მათ კმაყოფაზე ყოფილიყო.
და რაღაცა ისე მოახერხა, რომ რაც ქონდა წამოღებული, ამას ხარჯავდა რა რაღაცა თვითონ თავისი ხარჯით ცხოვრობდა. რამე თუ საშვებელად და სიმდიდრეთ მათ დაიყოს ჯული იგი ქრისტეს, იმიტომ რომ კი მატერიალურად ხელგაშლილი ვერ იქნებოდა, მაგრამ სამაგერო თავარი მათი ნუგეში თავარი სიხარული იყო ქრისტიანული სარწმუნოებრივი ცხოვრება. დაიყვნენ ცხოვრნიცო მცირე დედისათვის ისანი და კიდევ ცხვრის ფარა ყავდა ნამდვილი ცხრები, დედის მხრიდან მზითევად ერგო და კრავნი იგი კიდე ნახეთ როგორ არის ეს ცხრები ყავდა და კიდევ კრავნი იგი უბიწონი და ჭეშმარიტი მსხვერპლი კრავთამათანა ცხოვერთოსა იმღერია და უბიწოებისა მაცა ურთიერთოს თვალებზე სწორად შესაძლოა ღვთისამაგისად განმზადებოდეს სადაც რაღაცა აგიხსნით. ესე იგი დედისგან ხო მცირე ფარა ერგო ცხრების და კიდევ კრავნი ყავდა უბიწონი, ეს ორი შვილი, როგორც ცხრები, რომლებიც იმღერდნენ სხვართამათან, ანუ უყვარდათ ეს ცხრები და ცხრებთან ერთად თამაშობდნენ, ეთამაშებოდნენ ცხრებს. მოკლედ რაღაცა ჩართული იყვნენ ამ ცხოვრებაში და ეს იყო ამისი ნუგეში და ცხრებთან თამაშისას უფალი მათ როგორც შესაწირავ ცხრებს განამზადებდა, იმიტომ ცხვარი ხო ეს არის ხო სიმბოლო არის ამ შესაწირავის. ვითარცა ცხოვარი კლად მიიგვარა ეს იესოზე არის ისაიას წინასწარმეტყველება ცხვარევით კაცია და ამ ცხრებთან თამაში ცხრებივით გახდნენ ესენიც ცხრები ადამიანები რაღაც ესეთი ცხვარევით კაცები რა და ესენიც ესე და ღმერთი კი თავის სამსხურებლად თურმე განიმზადებდა ამას ეხა ნახეთ ეხა იწყება ეს საოცარი ამბავი. ხოლო თეოდოსი დედის ძმა მათი შეიჭურულდა ზაკულებითა, ესე იგი ზაკულებით, ანუ საკრობა როგორც საჭურველი ესე შემოგვიყვება, საკრობა ჩაიდო გულში და მრავალფერით და ვერიფარვი და მხეცებ განძვინებულ სამის გულისწყრომასათვის, ეს გულისწყრომა რომ ესენი წავიდნენ, რომ ესენი გაიზრდებიან და მოკლავენ, რაღაც ამის გამო ეს ვოროტებას ვეღარ მალავს ესა შურდა განრომა იგი ყრმათამად ხელთაგამის და ამაზე ძალიან გაბრაზდა რომ ეს ბავშვები წაიყვანეს და მოაშორეს და სიმპტომი მათი უკეთურისა გულისამად მისცა. ესე იგი რომ ამ მისი უკეთური გულისაგან ანუ რომ აქედან ამ განზრახვას რომ განერიდე. და წარმოავლინა მსახურნითვისნი და განიმსტოვრა ქცევა იგი ყრმათამად. და მიეთხრა, ესე იგი თავის სახურები წარმოავლინა რომ გაეგოთ სად არიან, როგორ ცხოვრობენ რაღაცა და ეს სტოვრები რა მოკლედ. და მოებრუნდნენ ეს სტოვრები რომ დაბრუნდნენ, მიეთხრა მხეცამას რომელი უმზირდა სისხლსამას უბრალოსა ვითარმედ არც თაი ერთი მაღალი წვდიადი მუნ აღვლენ ყრმანი იგი ცხოვართა თანა. და როგორ არის ამ ბავშვების ამბავი ხა ეს დავის და საინტერესებს მაინდა-მაინც კონკურენტი არ არის მისი და ხო და ეს ბავშვები არის მისი სამსხვერპლო, აი მისი ამოღებული ნიშანში ყავს ამოღებული, გააგზავნა ეს სტოვრები, რომ გაეგოთ სად არიან ეს ბავშვები, როგორ არიან რაღაცა და ერთი რაღაცა მთა არის მაღალი და მწვდიადიო, ანუ ესე იგი ისეთი მაღალი მთა არის, რომ არ ჩანს არაფერი იქიდან. აი ეს წვდიადი ამას ნიშნავს. სადაც ეს ბავშვები ცხრებთან ერთად ესენი შეიძლება არ აძოვებენ ფლათ, მაგრამ წყემსებიც არიან იქ, მაგრამ ესენი ცხვარში დადიან, ესე რომ ვთქვათ, ესე ტერმინი არსებობს, აი ცხვარს მიყვებიან რა, მოკლედ ამ მთაზე ცხრების წყალში ღებულობენ მონაწილეობას. და ვითარ ეს გულისხმობა, ეს შეკრიბა ერიმრავალი და მოვიდა კრძალულად იდუმალ და დაიდარანა მთასამაშინა, რამე თუ იყო იგი ურწყული და იყო მაღნარი ტყე ურწყული და ვერხვები ისდებოდნენ. მოკლედ დიდძალი ლაშქარი ახლა დიდი საომრად მიდის ორი ბავშვი უნდა მოკლას რა. ხო და მოკლედ ეს დიდძალი ამ მთაზე, სადაც სხვა მხრიდან ავიდნენ და ვერხვნარი იყო მთელი. ახლა ეს თავმწერვალი კი არ იყო, თქვათ, ხეებს იზრდებოდა და ეს ვერხვები და ამ ვერხვნარში დამბანაკდა. ისე იდუმალად რა, არავინ არ იცის რო ეს. და მოუწოდა დედამან ყრმათამად და თაგინეზე ლაპარაკი წარავლინა იგინი ხევთამად ვაჟგანისათა. აი ამ ხევში გააგზავნა ვითარცა
საოცარი რაღაც წერია, ვითარცა იაკობ იოსებ ღელეთა მათ ქებრონისათა, ვითარცა იაკობმა გააგზავნა იოსები ღელეთა მათ ქებრონისათა, რას ნიშნავს? ნუ იაკობი იყო უმცროსი შვილი, უბრალოდ იოსები იაკობის შვილი იყო, 10 შვილი ყავდა მას ლია ცოლისგან და ეს ყავდა რახილისაგან, საყვარელი რახილი უყვარდა ძალიან და ეს პატარა იყო იმ ძმებთან შედარებით. ის ძმები იყვნენ ცხვარში წასულები. და აი ქებრონის მოკლედ საძოვრებზე და ცოტა შორს იყო სახლიდან. საჭმელი გაატანა თავის ძმებთან და გააგზავნა იოსები. მაშინ. ნუ აღარ ვსწავლე ეს ცალკე ისტორია, ნუ რაღაც ალამაზი პერანგი ჩააცვა. და გააგზავნა ამ ძმებს კიდე შურდათ ამ იოსების და განიზრახეს მისი მოკვლა. ამიტომ არის შედარებული. ცხვარში გაუშვა იოსები ძმებთან. ესეც ცხვარში გაუშვა თაგინემ, დავითი და ტირიჭანი, აი იმის მსგავსად როგორც იოსები, იმიტომ რომ ესენიც თურმე მოსაკლავად, რომ ესე იგი როგორც იოსები გაიმეტეს სასიკვდილოდ, ესენიც ესე. აი ეს შედარება აქვს მოყვანილი და უთხრა წარვედით შვილნო ჩემნო თაგინეუნება შვილებს და იხილეთ ცირენ იგი ცხოვარნი ჩვენი. წადით აბა ერთი ნახეთ ეს ჩვენი პატარა ცხვრის ფარა როგორ არის და რასაკეთებს. რომელთანაც ამათ თამაში უყვართ. და წარვიდეს სიხარული, დააღვიდეს მთად, განცხრომად ურთიერთას წარსკდებოდეს და ესრეთ აღიწილეს წვერსამას ეზო მთისასა და მთის წვერზე არის სხვა რეკვა ასული და ავიდნენ ესენი ამ მთის წვერზე, რომელიც როგორც თქვით მოფარებული ადგილია. აქ ქოიდან ნუ აღარ ესე თვალწინ არ არის რა. ხო და ავიდნენ იქ და სადა ხოლო მძლავრნიგი იყვნეს მზირად ვითარცა ლომნი და ვითარცა შუაოდენ მოვიდეს მზირთამად ტყვეს და გარემო იქცეს ყრმანი იგი. და ესე იგი ეს ამხელა ლაშქარი ამ ორი ბავშვის შესაბრობად ამ თეოდოსის გააგა არიქა მოდიან და ნუ მოკლედ ეს ბავშვები რა ავიდნენ ლაშქარი შემოერტყათ მათ. ლაშქარი მთელი. ხოლო თეოდოსი დედიზმა იგი მათი მირბიოდა მათზე და წარწყმიდათ მათ და ეს თვითონ აპირებდა თავის ხელით ამათ დახოცვას. მოკლედ წარმოიდგინეთ სურათ ესენი ადიან მთაზე და შუამდე რომ მიაღწიეს ეს ლაშქარი გამოეფინა და თვითონ ეს თეოდოსი მორბის ამათ მოსაკლავად. ხოლო ყრმანი იგი უბიწონი ჭამდეს პურცს და რძესა თანა. ამ დროს ესენი ისხდნენ ეს ბავშვები და პურს და რძეს ჭამდნენ. რაღაცა ისეთი დეტალები აქვს წერილი და დაეწვივნეს ანუ განიბნინეს ცხოვარნიგი მათი და შეწვდა ესე იგი ცხრებმა რომ დაინახეს ეს ლაშქარი შეეშინდათ და ეს მისი ცხრები ცხვისფარა გაიფანტა რა და ამ ბავშვებს შეეშინდათ შეწუნდნენ ყმანი იგი და განკრთეს და იწყეს მიმოხედვა და არა უწყოდეს მიზეზი ხო და ეხლა ეს ლაშქარი უახლოვდება და ცხრები ხო ნახეთ უფრო ადრე გრძნობენ ამ საფრთხეს და ცხრები გაიფანტენ და უცებ დაიწყეს ამ ცხრებმა სირბილი და გაიფანტენ ეს ვერ გაიგეს რა ხდება და რომ წამოდგენ აი ამ დავითმა დაინახა რომ ეს მურბის ეს თეოდოსი მათკენ და როდესაც ბიძა რო დაინახა ნუ გულუბრყილო ბავშვია რა და გაუხარდა ბიძის დანახვა რა და გაეკანა ბიძისკენ რომ ჩაეხუტოს ბიძას და ნუგეშინის იცოდა მხიარულითა პირითა ნუ დაწყნარდა ბიძა რო დაინახა ესე იგი ცუდი არაფერი ხდება და წეფელითა გულთა მირბიოდა და შევარდა ხელთა დედის ძმისათვის და ჩაეხუტა და ამან ხოლო მან მოყნა ხელით ისინი და აღუქვა იგი მკლავთა თვისთაზე და ამბოვარებისაც წინ მიაგება მახვილი სადა მოკლა იგი აი გესმით ახლა სურათი როგორია ესე იგი ეს ცხრები გაიფანტენ ესენი რა ხდება ეს ბავშვები და უცებ დაინახეს ეს მორბის და ამან იფიქრა ამ დავითმა რომ მორბის ეს ბიძას სიხარულით რომ ჩაეხუტოს და ესე სიხარულით გაიქცა ბიძისკენ და შემოეხვია და ამან მუცელში გაუყარა ხმალი ანჯალი და მოკლა რა ბავშვი აი ეს ხელებში აი რა არის რაღაც ესე დეტალურად არის აღწერილი და პოვა მან აქაც აუცარი სიტყვები წერია
და ოამან სწრაფლ გზაი ზეცისაი და მოიგო გვირგვინი იგი მოწამეებისაი და ეს დავითი აი ესე უცებ რომ მოკლა უცებ გაიკვლია გზაზეცისაგან და მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეს მარტო იმიტომ კი არ არის რომ ხა ბიძა მოკლა მეფობა და რაღაცა არა აბსარებლობა იყო ეს მისი მან თქვა რომ მე მიჩვენია სანამ ჩემი სული ჩემს ხელშია მე ქრისტიანი ვიქნები და ამიტომ ხდება ეს ახლა და ზეცის გვირგვინი და ნუ ეს მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო და ნახეთ ახლა კიდე რა წერია ხოლო არგანი იგი რომელ განერა ხელთაგან მისცა ჯოხი ესენი ცხვარში რომ წავიდნენ ცხადია რომ ესე იგი რაღაც სამწყევსავი ჯოხი იქნებოდა თავისი რა ეს თავისი ჯოხი რომელიც ჰქონდა ეს დავარდა ძირს და ხედ დიდ იქმნა მთასამაზზე და იმ ადგილას სადაც ეს ჯოხი დავარდა ამისი კვერთხით რაღაცა ნუ ბავშვის ამოვიდა ხე და დაყო ხემან მან ვითან 200 წელი და წარიღეს იგი ევლუღიად ლოცავდა ესე იგი ეს ხე რო დავარდა ნუ ეს ამბები ხო ეს მოკტა რაღაცა ჩაიარა და ეს ხე გამოფესები გაიდგა და გაიზარდა დიდი ხე გახდა 200 წელი იდგა ეს ხე აქ ამ ადგილას და მერე როგორც ელუგებდა რომ კურნებებს აღასრულებდა ეს ხე და მერე მორწმუნეებმა დაინაწილეს და აღარ არის დღეს ის ხე აღარ არის ხოლო ტირიჭან ეხა მეორე ძმის ამბავი როგორ არის ტირიჭან დაინახა სიკვდილი უწყალო ძმისათვის ისა ნუ ნახეთ ესენი ხო ადგილზე იდგნენ ეს გაიქცა და ხეცმა ბიძამისმა მოკლა ხო ეს ტირიჭანი არ გაიქცა იქითკენ ბიძისკენ ეს უბრალოდ იყო და რომ დაინახა რაც მოხდა პირიქით თავქვე გაიქცა რომ თავი გადაირჩინოს შეეშინა და ისწრაფა სიუტულად და მიემართა ღელეთ კერძო იქვეით რაღაც ღელე იყო და იქითკენ გაიქცა დასავლად სოფელს ამას რომელსაც ქვიან დივრი არის რაღაც სოფელი და იმ სოფლისკენ გაიქცა რომ იქნებ სოფელმა გადაარჩინოს რა რომელსაც უქმობენ კაცები დევობით ნუ თან დევის სოფელიც ქვია და ვითარცა აგზნა ამბოხი ესე მთავრმა მან რომ დაინახა რომ ეს ბავშვი გარბის ანუ ამბოხი ანუ შეიძლება გაიქცეს ახლა ეს ტირიჭანი იხილა კაცნი მტეობანი საჭულითა და מחვილით აღმოხდილნი და იწყო ღაღადება დერისა კრება და სწრაფ რამთე უნა ვითარმეტი მისე კლოდ მივლენ და განემზადა სწრაფ ბრძოლადმა და ხოლო მდევარნი გეწეს მინდესა ტირიჭას და ესე იგი ახლა რა მოხდა სოფელში ხო ხალხია და ტირიჭას გამოაყოლა ამან დაადევნა ლაშქარი თურმე ამიტომ ჭირდებოდა რომ მოკლედ შეერაღებული კაცები გამოვა დევნა და ამ სოფლელებმა რომ დაინახეს უკვე ეს ეთყობა კარგად გაიქცა ეს ბავშვი რომ დაინახეს ეს ბავშვი მორბის უკან ეს ლაშქარი მოსდევს ეგონათ რომ ეს ლაშქარი ჩვენთვის მოდის რომ სოფელს უნდა დაესხას თავს რა და ესენი სასწრაფოთი გატყდა ალიაკოთი სოფელში და იერაღი აიღეს აღეცა და უცებ ესენი ამ ბავშვს დაეწენენ და მოკლეს და გაჩერდნენ აღარ მირბიან ამათ ეგონათ სოფელზე მოდის ეს ლაშქარი და აღმოჩნდა რომ ბავშვის მოსაკლავად მოდის და მოკლეს იგი დაუტევეს იგი და თვინიერ უკვე დატოვეს ბავშვი მოკლეს და უკვე გაიქცენ მერე უკან ეხლა ამათ იმათი შეეშინათ და დაუკვირდა მთავარს ამას სწრაფ ქცევა იგი მათი და მიწირეს კაცნი მას ადგილისან და იხილეს ყმა იგი ქვეყანასა ზედა მდებარე დაწყული მწარეთა წყულებითა და სული მისი აღზრული წარსვლად დამბადებელისათვის ესე იგი სურათია დახატული რა ესე იგი ესენ შორიდან ხედავენ სოფელი ბავშვი მურბის ნიტყობა ბავშვს ვერ ხედავენ იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ რაში იყო საქმე და ეს ლაშქარი მურბის ამაზე შორიდან ხედავენ მოკლედ ეს ლაშქარი მოის რაღაც ადგილზე გაჩერდნენ ბავშვი მოკლეს და წავიდნენ ამათმა არიციან ეს ლაშქარი რატო გაჩერდა და წავიდა ავიდნენ იმ ადგილზე და ნახეს ეს ბავშვი კვდება უკვე სიკვდილის პირას არის მწარე წყლულებით დაწყულებული დაჩახეს ბავშვი რა და მისი სული მისი აღძრული წარსვლად დამბადებელისათვის ის ანუ მერთან ემზადებოდა წასასვლელად ანუ კვდებოდა რა ბავშვი რა
შეეწყალა სიყრმე იგი მისი და არა უწყოდეს მიზეზი სიკვდილის ამისა გაგიზდნენ ესენი და ხედავენ ბავშვი დაჩეხილი აგდია და გვტება და არ იციან რაშია საქმე. მაშინ მოიწია მთავარიცა იგი დივრისაი და იხილა სისხლი უბრალოდ დათხეული და დაუკვირდა და განკურვება მან შეიპყრა ფრიად და მყის მოიწინეს დედანიცა იგი მის ადგილისან და იყო ტირილი დიდი ხნის ამაზე და ეხლა ამ ტირიჭანზეა ლაპარაკი ის დავითის ემოთ მოკლეს სადღაცა და მოკლედ ეს დვირის თავარიც მოვიდა და რომ ნახა ესეთი ამბავი, ამ ქალები მოვიდნენ სოფლელები და ატყდა ერთი ტირილი და წარს ბავშვი მოკლეს ბავშვია და ატყდა კი ხოლო მკვლელნი იგი ტირიჭანისანი ვითარ მიწინეს ახთას თასამას პოვეს ერისთავი იგი მათ თეოდოსი და ესენი ახლა დაბრუნდნენ უკან ეს კვლელი ჯარისკაცები და მივიდნენ თეოდოსისთან და ნახეთ რა წერია და პოვეს ერისთავი იგი მათ თეოდოსი რამე თუ იგი იყო მწუხარე და ყოველდღე ვერეძლო ხედვათ ეს თეოდოსი ამასობაში იქ სადღაც ისწორცას დაბანაკებულები იყვნენ იქ ავიდნენ და ამასობაში თეოდოსი მწუხარედ ესე იგი რაღაც ესე იყურება და ვერ ხედავს თურმე დაბრმავდა ესეც რაღაცა კავშირი არის მირიან მეფესთან და მის თხოთის თაზე რომ დაუბნელდა და რატო ამბობ ამას მე ხანა გამოჩდება მოკლედ და ესენიცა შეიპყრა განკურვება მან დარჩეს განცვიფრებულნი ანუ ეს ლაშქარი უცებ ამ ძლიერმა თეოდოსი ბავშვის მოსაკლავად რომ გააგზავნა რომ მობრუნდნენ თეოდოსი არის მწუხარე გაოგნებული და დაბრმავებული რა აი უცებ რომ დაბრმავდნენ რა დაგემართება ხო ადამიანს აი ეს ზისიკ ესენიცა შეიპყრა განკურვებამ დარჩეს განცვიფრებული და სიმრავლისა იგი ერისა შეშფოთნეს და იწყეს ურვა და დასრულებად საკვირველისა მისგან რომელი ხილეს და შეძრწუნდეს და ვერ უძლეს სიტყვად და ვერცა სიმპტოლად რამთუ მოეღო წინამძღვარი კი მათი და იგუემა სიბრმითა მსგავსად ნეტარისა მის პავლესა ესე იგი ახლა ესენი რომ დაბრუნდნენ ეს ხალხი და ეს ნახეს ეს ჯარისკაცები ეს მარი ვერც გაიქცნენ ხო ვერ მიატოვეს მთავარი მთავარია და ვერც აღარ იციან რა ქნან გაოგნებულები არიან და ეს როგორ დაისაჯა ეს ცხადი იყო რა ყველასთვის რომ ეს აი ამ ეს რომ ჩაიდინა იმიტომ დაემართა ეს დაისაჯა მსგავსად და აქ ხა ნახეთ ეს ხრობელს როგორი პარალელები აქვს მსგავსად პავლესა ვითარცა შევარდა იგი სწავლას ანუ სასჯელსა საფრთხოს სასჯელით დაისაჯა საულე იყო ჯერ კიდევ როდესაც დამასკოს დასარბევად მოდიოდა და გზაში დაბრმავდა საულე და რატო დაბრმავდა ეს პავლე რის სასჯელი იყო ხეთ რა წერია და მონთქვეს აღვირიგი მოწყალებას εμის აღუდვა პირსამისა რაითამცა მოიქცა ველურიგი გამდუმილი გონება εμისი და შემძლებელი იყო თუმცა განცდა თავისათვის ისა რა იგი უქმნიეს რამე თუ გონედა ვითარმეთ არაუჯერო იქმენით რამე თუ მოსწყვიდან დისწულნი ჩემნი რამე თუ ამითაც სახითაცა ებრძოლსა პავლეს და მანცა დისწულით მისი მოკლა სტეფანე პირველ მოწამე მოკლედ ესე იგი ესეთი რამეა აქ ნათქვამი რომ ეს აი ამ საშინელი ესე იგი პავლესავი დაბრმავდა ეხლა რას ამბობს წერალი თვითონ აგეოგრაფი ესე იგი ეს დაემართა იმიტომ თავისი დიშვილები რო დახოცა რომ მარტო დარჩა ვეღარ ხედავს და მიეცა დრო რომ მისი ეს გაველურებული გონება დაწყნარებული იყო და დაეწყო ფიქრი რა გააკეთა რა ჩაიდინა იმიტომ რომ უცებ სასჯელს არის და ამ სასჯელმა მისი გული მოწყალებისაკენ ესე იგი მოდრიკა ანუ სინანულად რომ ეს რა გააკეთა ეს ორი ბავშვი როგორ დახოცა კაცს და ამ სინანულშია და ამითიც მიემსგავსა პავლეს რომელმაც თავის დიშვილი მოკლა ვინ მოკლა თავის დიშვილი პავლე ვინა და ჯერ კიდე საულე როდესაც იყო სტეფანე პირველმოწამე რომელიც იყო დიშვილი პავლესი ეს ესე იგი პავლე დარაჯად დატოვეს იქ ამათმა
ესე იგი თავის ნივთები დააწყვეს, რომ სტეფანი ჩაექოლა თქვები და პავლე იქ არ იყო უშუალოდ, მაგრამ იცოდა რაც უნდა მოხდარიყო და ამ თავისი ამ თანამზრახველების ბარგს დარაჯობდა რა და ამიტომ ეს სიკვდილი პავლეს ესე იგი სტეფანის სიკვდილი პავლეზეც არის, რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებელი. მოკლედ და ეს დივრის მთავარი ამხედრდა და ახთა ერითურ თვისა მთასამაზე და ფრიად მაღალსა რაითამცა იხილა ერიგი და გულისხმარცა მიზეზი შფოთისა მისისა და ეხლა ეს უკვე თავის ლაშქართან ერთად ეს დივრის მთავარი ამოდის ამ მთაზე ამოვიდა და ვითარცა იხილა ერიგი შესრულებული და ერისთავი მათი მწუხარე და ახლა ესე რა მიიწია ბავთი ანუ ცუდი ამბავი ამბოხისა მის რომელ იქნა შულთა მისთაზე და ნეტარისა თაგინესთან ესე იგი ამან ჯერ არ იცის რა ხდება ამ ერისთავარმა რა და თავისი მხედრებით ავიდა ესე იგი ამ მაღალ მთაზე სანამ იქამდე ავიდოდა ესე იგი ნუ საუბრად არ იცის ნუ რაღაცა უბედურება დატრიალდა ნუ ბავშვები არიან დახოცილები რა ნუ ეს ერთი ყოველში ხო იციან ნამდვილად და რო ავიდა უცებ ესე იგი დახვდა სხვა სურათი რომ ესენი ეს ლაშქარი და ეს თვითონ თეოდოსი არიან წუხარებაში არც ომის თავი აქვს არაფერი აი გაუგენებულები დახვდა ესენი ხო ხო და ამასობაში ბავთი ანუ ბავთი ზოგადად ცუდი ამბავს ნიშნავს ეს ბავთი ამ სწრაფად ჩელდება თაგინემდე მიაღწია ამ ამბავმა რომ შვილები დაუხოცეს და მოხდა ეს თაგინე რა თქმა უნდა რომ გაიგოს ასრაფად წამოვიდა და ადგა დედაკაცი იგი თაგინე და აღიუტოდა თად და მოვიდა მოიწია იგი პირისცემი და ეგოდენსა სიმძაბრესა სიმძაფრესა მის გვერდისასა არა დაშვრა იგი ტკივილითა მიჩულთეს ესე იგი სახეში ცემით რომ გაიგო შვილები დაუხოცეს მორბის და ეს ეხა ხომ აღარი მთა არის ნუ აი ესე ამოირბინა ეს მთა და მოვიდა და რომ მივიდა და რომ დაინახა ეს ხო ნუ თეოდოსი ესე გაუგნებული აგდია იქა ეს ბავშვები მტრები და ეხლა რა სიტყვებს ეუნება თეოდოსის აი ხა აქ ხდება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თეოდოსის ეუნება ესეთ რამეს რად მიმიხვენ ნათელნი თვალთა ჩემთანი ჩემი თვალის სინათლე რატო წამართვი არა კმაიყო აგლოვათი ჩემდა სიკვრივი არა კმაიყო აგლოვათ ჩემდა სიკვრივი ესე ჩემი ეს ქრივობა არ მეყოფოდაო დარდათო როგორი ქმარი ყავდა ხო ქარი მოუკვდა ნუ აი ქალი როგორ მწუხარებაშია ერთადერთი რაც დარჩა ამ ცხოვრებაში ამ ქვეყნად ნუ გეშათ ეს ორი შვილი და ესენიც დაუხოცა და მოხვედ უდაბნო და მოსყიდნენ კრავნი ესე ცხოველთა უკანა და დასწრენ უბრალონი ორნივე ესე მწყემსნი და დაშტეს უდაბნოსაზე და სამწყრონი გუმწყმს ესე იგი რა გააკეთეო რა მოხვედი და ეს ორი მწყემსი პატარა ესენი დახოცე და იქ სამონებში არის დავცენ წყემსი და განიბნირე ცხოვარნი აი რაღაც ესეთი სიტყვებია და აი ესეთი რამე გააკეთეო ეს წყემსები და თეოდოსი ხეცო წყალო რაიმე ძვირი შეგამთხვია შულთა ამა ჩემთა ამათმა რამე დაგიშავეს ამ ბავშვებმა რად დამიბნელე მზეი ჩემი ჟამსაოდენ პირველისა დღისასა ვიდრემდის არა დაცხერეთ დევთა ჩემთა დევნა ჩემთა რა გინდა ხო აი ხო დაეპატრონე ყველაფერს ხო წავედით იქიდან დაგიტოვეთ ყველაფერი რა გინდოდა კიდე აი რა
არა კმა იყო შენთან ნადირად ერთი ესე მხეცო ბოროტო ერთი მცა მე დამიტევე და შემიწყალე თქვრიობა ესე ჩემი ეხა ესე მარტო რო დამტოვე აც ვიდგა იყოს იმედი ჩემი ანუ სასოი ჩემი შენ ესე იგი რა გააკეთე შენ შვილები რომ მომიკალე შენ ხო მეც მომკალე ამითი მე შენი და აი ესე გამიმეტე დამტოვე აი ესე მარტო და რაღა არის ჩემი სიცოცხლე ვიღა იყოს იმედი ჩემი ანუ სასოი ჩემი აწი აი რისთვის უნდა ვიცხოვრო მომკალ მეცა უღთო და განძეღი სისხლითა ვეფხო სისხლის მოყარეო აღარა წავიდი ამიერთით არამედ ვითარცა იგი ცხოვრება საშულთა ჩემთასა ვიხარებდი ხილვასამაცა აცა სიკვდილისა მათესათანა იყავ ჩემი სიკვდილი მე აქედან აღარ დავარწავალ ეს თაგინი ამბობს მე აქედან აღარ წავალ არსად როგორც ჩემი შვილების ხილვით ვხარობდი ასევე სიკვდილსა მათსა თანა იყავ ჩემი სიკვდილი ანუ ჩემი ცხოვრების აზრი იყო ეს ბავშვები და ამითი ვხარობდი ამათთან ერთად ვხარობდი ეს იყო ჩემი სიხარული ეხლა ესენი რომ მოვკვდნენ მეც მოვკვდები აქ და რას ამბობს ახლა ნახეთ კიდე საოცარ რაღაცას ამბობს აი მართლაც რომლების გარეშე ამის მოსმენა მოყოლა რაღაცა შეუძლებელია ნახეთ რა შეუნება ათ სიკვდილსა მათსა თანა იყავ სიკვდილი ჩემი და მოკვედინ სული ჩემი სულსა თანა მართალთასა ჩემი სული ეს ნიშნავს სიცოცხლე ეს მე სიცოცხლე მე მოვკვდები ამ მართალ ადამიანებთან ან წმინდანები არიან ესენი და რას ამოსნახე საოცარ ამბობს და იყავ გვამნი ჩვენი სამარესა ერთსა და ერთად დაგვასაფლავეთ გვამნი ჩვენი ჩემი და ჩემი შვილების გვამნი სამარესა ერთსა ერთ საფლავში რას ამბობს და ვითარცა ესე ვითარცა ესე ცხოვრებასა ქვრივობისა ჩემისასა ანუ იმის შემდეგ რაც მე დავქვრივდი იყო ჩვენ და ცხედარი ერთი ანუ რაც ეს ქმარი მოუკვდა თაგინეს ეს ბავშვები ნუ ბავშვებიც ახლა წარმოგიდგენთ მამა მოუკვდა რაღაც ტრაგედია ეს თაგინე და ეს ბავშვები ერთ ლოგინში იწვნენ და ვითარცა იყო ცხოვრებასა ქვრივობისა ჩემისასა ჩვენ და ცხედარი ერთი ერთ საწოლში ვიწექით აი რაც ეს კაცი მოუკვდა ერთმანეთს არ ნუგეშებდნენ დედა და შვილები და ეხლა ესევე ერთ საფლავში ჩავაწვდით ეხლა რა შეუნება თეოდოსი არღამ როგორი სიტყვებით მიმართავს კაცო არღამ მოიხსენე თეოდოსის ეუბნება დაგავიწყდა საშო იგი მშობელისა შენისა და ჩემისა და ძუძუნი იგი რომელთა გამგზარდე შენ და მე დაგავიწყდა რომ ჩვენ ერთი საშოდანა ვართ ერთი დედის შვილები ვართ და ძუძუნი რომელიც შენც და მეც ყვებოდნენ ყოვლად მედგარო რაისათვის ესოდენითაერითა გამოხვე წყობად უძლურისა დედაკაცისათვის და ნინეველთა ყრმათამისთვის ესე იგი
საოცარ რაღაცა ნათქვამი ნახეთ. შემხეცო შენა. ესე იგი ამდენი ლაშქარი რომ მოიყვანე, ვისთან საუბრად მოიყვანე. ჩემი უძლური დედაკაცის და ორი ნინეველი ყრმისათვის. ეს ნინევია, რომელიც იონა წინასწარმეტყველმა გადაარჩინა, უბრალოდ მისმა იქ ჩასვლა. და აღარ იქ ბავშვები არის თავარი თემა რა და ამ ბავშვებში იგულისხმება მთელი ნინევია, იმიტომ რომ ესენი ნინეველები კი ცოდავდნენ და რაღაცა, მაგრამ აი ღვთის სიტყვას ბავშვებივით შეიწყნარეს. ამიტომ ნინეველი ბავშვები რაღაცნაირად განსაკუთრებული მოვლენაა და მე იონასთან მივიდნენ ეს ბავშვები და რაღაც და ხო და აი როგორც ნინევიელი ბავშვები ნინევიელებს ადარებს. ესეც როგორი ღვთისმეტყველი ქალია, წარმოიდგინეთ. და რა დამივსენ სანთელნი ესე ჩემნი ჰოი უსჯულო ამათ და ესე ვითარცა სხვათა მსგავსა სიტყვათა იტყოდა ნეტარიგი თაგინე და ყოველიგი სიმრავლე ერისა დუნა და გოდებდეს. და ვითარცა ნაკადულთა გარდამოადინებდეს სრემთათვისთა და თეოდოსიცა ტიროდა. თან ეს თეოდოსი ხო ხა სანამ თაგინე მოვიდოდა დრო ქონდა ცოტა ხო დაბრმოვდა და უცებ მიხვდა რა გააკეთა რა. ხო და ეხლა ეს თაგინე რომ მოვიდა ეს უამრავი ხალხი შეკრებილი თან ეს უბრალოდ ხო კი არ წივის და რაღაცა შულტარი დედა კი არ არის უბრალოდ აი ღვთისმეტყველია ეს ქალი და აი რაღაცა ეს ანალიზს აკეთებს აი რა მოხდა და თელი სიმძაფრით ამას აჩვენებს ხალხს და უპირველეს ყოვლისა თეოდოსის და ხო გეუბნებით ამისი აი ამ დამეთანხმებით ალბათ რომ ამის ცრემლების გარეშე მოსმენა ამ ამბის გააზრება შეუძლებელია და მით უმეტეს როცა ეს შენ თვალწინ ხდება ამას ემოტება კიდე ეს ქალის ემოცია როგორ ყვება ეს ამას და ესე იგი ნახეთ რა წერია ვითარცა ნაკადულთა გარდამოადინებდეს ცრემთა ეს ხალხი ნუ ყველა ტიროდა და თეოდოსიცა ტიროდა ეს კაციც ეს ძმაც ატირდა. ხოლო ნეტარმან თაგინე ვითარცა იხილა ძეითვის საყვარელი დავით მოკლული მდებარე თვალნი მისნი მიმოდასტუნიდეს ეძებდეს ძესა თვისა ტირიჭანს რაითამცა იხილა იგიცა მოკლული და არა იყო იგი მუნ და ჭირისა მისგან იწროებისა განხრთომელი ყუბული მისი. ესე იგი ეს დავითი ხო ნახა ეგ მყარი თეოდოსისთან რო ავიდა ტირიჭანი არ ჩანს ეს ხო ქვით მოკლეს ხო და ტირიჭანი არ წავს და რო ხედავს რომ ტირიჭანი არ არის გული წავიდა რა და ვერ გულისხმაყო თეოდოსის იბრმე იგი მაჟამსა სიტყვით წყო თეოდოს თქვა დასათვისა თაგინეს და ეხა ეს თეოდოსი ეუნება თავის დას თაგინეს ჰოი დაო ჩემო თაგინე ჩემ და მოიქეც და იხილე რამე თუ ესე რა წვერსო ზედამთისასა ბნელმან დამფარა მე ვითარცა ხევთა შინაყრმათა ანუ ღვიმესა შინა უფსკულთა ჩემზე და იქცევის ბნელი წყვიადი ხოლო შენ ნათელი ასე უნება საოცრებას ესე იგი ეს უკვე გადასულია იქით ეს თეოდოსი სხვა საყვარელში და ასე უნება აი ამ თის წვერზე სადაც თაზე რო ადიხარ ნუ ხო ბნელი მთა არისო ესე ეწერა ხო წვდიადი და იმიტომ რომ ამ მთა ისეთი მაღალი ციცაბო იყო რომ ზეს ვერ ხედავ რა იქ რო ადიხარ აი გარშემო ფარავს ხო იქ რო ახვალ უკვე ზედან უნდა გამოჩნდეს სინათლე ხო ზეცა და ცა არ ჩანს მოკლედ ამ მთაზე რო ადიხარ და იქ რო ადიხარ გამოჩნდება ეს და აი ავედი ამ წვერვალზე და დამფარა ბნელმან და მიუხედავად იმისა რომ თაზე ავედი თავს გრძნობ როგორც უფსკრულში და ზედა იქცევის ბნელი წვიადი ხოლო შენ კი ნათელი გამოგიბწყინდა თვალთან გამოგიბწყინდა მიუტომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებელისა ნათლისა ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ეს იყო მოძალადე ეს აღმოჩნდა წვდიათში და თაგინე აღმოჩნდა ნათელში, იმიტომ რომ
ეს არის მისი ორივე შვილი გახდა მოწამე და ორივე შვილი ნუ ეს უკვე ძალიან რა გითხრათ, ესე იგი, ეს ახლა ადამიანისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრულებით მიუწვდომელი სულიერი სიმაღლეა და ეს ახლა ნახეთ რას იზომს ეს თაგინი. და ამ თაგინეს ეუბნება, რომ შენ სინათლეში ხარ ხა. კი, ამქრიული ცხოვრება შენი შვილების და შენიც დამთავრდა, მაგრამ მარადილ ნათელში გადახვედი შენ. შენ შვილებთან ერთად. და მე ვარ ბნელში. და რას ეუბნება ამ შვილმტარ დედას, რომელსაც თვითონ მოუკლა ეს შვილები, თავის დას ეუბნება, რომ ხოლო ათ ჩემზე და უწყალოს ამას და არა ღირსა წყალობაი და ნუ მომაგებ საქმეთა ჩემთან არამედ მე ნუ დამტოვებო ესე ამ წყდიაჩიო და მე წყალობის არა ღირსი შემიწყალე და ნახეთ რას ეუბნება არამედ ევედრე შენ წმინდათა მოწამეთა, ანუ შვილებს, ნუ წმინდანები ყავს, მოწამე შვილები ყავს. რათა ყონ ჩემთვის წყალობაი, რათა არა ღირსი ესე ვიქნე ღირსა ბეჭედს ამას ქრისტესა მოწყალის ღვთის, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის, წამს მე ჭეშმარიტი ღმერთი. აი ეს ყველაფერი რომ გაიაზრა და თაგინემ რაც უთხრა ეს ამბობს რომ მე ვარ ეხლა წვდიაჩი ამ სიბნელეში დათქმული. მარტო შენ კი არა მე ვარ დარჩენილი. შენი ბრწყინვალე შვილები ყავს, რომლებიც არიან მოწამეები და შესთხოვე ამ შენ მოწამე შვილებს, რომ არ დამტოვონ ამ ბნელში. და ნახეთ რას ამბობს 20-20, რომ ხა ჩვენ ეს ბოლო კვირა არის შობიდგან ბრმის ესე სამოგლებამდე, ხო? და აი ეს შობიდგან მე-6 კვირა არის, რომ აი თვალი აეხილა, მაგრამ თავარი არის ღვთაებრივი ნათელი იხილოს და ამას თვალები ზერა დაეხშო და ეს ითხოვს, რომ კი მესიბნელეში ვარ, მაგრამ შენ ხარ სინათლეში და აი ეს შენი სინათლე რაც არის ღვთაებრივი ქრისტეს სინათლე, ეს სინათლე გამიზიარეთ. და თხოვე მე არა ვარ მაგის ღირსი, მაგრამ შენმა შვილებმა ილოცონ ჩემთვის, რომ ეს ღვთაებრივი სინათლე ვიხილო და ქრისტეს ნათელს ვეზიარო. იმიტომ რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, ანუ ამის დაბრმავებამ გამოიწვია ამის სულიერი თვალის ახლა ამ თეოდოსის და სულიერი თვალი აიხილა და უნდა რომ ესე იგი მოინათლოს. და ამბობს წამს მე ჭეშმარიტი ღმერთი, ანუ ამან ფაქტიურად მოექცა ეს თეოდოსი. დავით არც ამოეგო გონებასათვის, აი მაგ გონება დაკარგა თან. ეს კი ვერ ხედავს, მაგრამ დავით არც ამოეგო გონებასათვისა და იხილა რამე თუ ღმრთის სამსხვერპლად შეიწინოს. ესე იგი რა გამოვიდა, რომ ფაქტიურად კი ეს ტრაგედია მოხდა, რომ ბიძამ დახოცა დიშვილები, მაგრამ ღმერთმა შეიწირა სინამდვილეში ესენი მსხვერპლად. ღმერთის მსხვერპლია, ესენი წმინდანები არიან და აგერ ეს მათი მკვლელი აქვე მოექცა და ითხოვს ესე იგი ნათლობას. და ნუ თქოსი აღივსო სიხარული თავსრალ განიძარცვა მწუხარება ტკივილისა შულთა მითა ის. ესე იგი ეს ქალი ეს რომ გაიგოს ყველაფერი. ეს მწუხარება უარყო სიხარულით აღივსო. რომ აღმოჩნდა რომ მისი შვილი როგორც იმ თეოდოსიმ უთხრა რომ წმინდანები არიან პირდაპირ ნათელში გადავიდნენ. ნუ ცხადია, ხო? და ასე რომ ეხა ეს ძმაც და რქვა ძმასათვისა. რა არის ცოცხალი რწმენა რა. ამ თავის ძმას ეუბნება ეხა იმ ცოტა ხნის რას თქვენ გითხრათ ეხა რას ეუბნება ნახეთ. იყავ ღმერთი მიმტევებელ შენ და ნუ შეგირაცხოს. ესე იგი მასვე ჟამსა გლოვოსა მის ეწია სიხარული და ამბორს უყო ძმასათვისა და რქვა ძმა გადაეხვია.
ძმისგან რო ეს სიტყვები გაიგო, გადაეხვია აკოცა და უთხრა. იყავ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხო შენ უფალმან მოწყალებული. და ნუ შეგირაცხავს უფალი. ესე იგი დე ნუ შეგირაცხავს უფალი, მოწყალემან სიკვდილი შულთა ჩემთა და დისულთა შენთა. აი ამ სიკვდილს ნუ ჩაგითვალეს ცოდვაში. ვითარცა გიოდესმე პავლეს დისწული მისი და სტეფანე პირველ დიაკონი და პირველ მოწამე. აი ესე იგი პავლემ მონაწილეობა მიიღო თავისი დიშვილის მკვლელობაში. და მიუხედავად ამისა უფალმა ეს აპატია მოინათლა პავლე და გახდა მოციქულთა თავი. აი როგორც პავლეს აპატია თავისი დისშვილის მკვლელობა, ანუ ეს ქალი როგორ აზროვნებს მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, როგორი ცოცხალი რწმენა აქვს და როგორი ღრმა განსწავლულობა ამ საფრთხო ისტორიისა. ანუ მე 4 საუკუნის მეორე ნახევარია ესა და ნუ ეს ყველაფერი როგორ კარგად იცის ამ ქალმა. და ამანაც რომ თხრობელმა გითხრა რომ ვითარცა პავლეს, აი სიბნელე რო ეწვია. აი ეს თურმე ამ თაგინესგან მოდის ეს შედარება. დაევედრებოდა ღმერთსა ეს თაგინე და აკურთხებდა უფალსა და ერიდებოდა ცრემლთა, რათა არად შერაცხოს ნაკვერცხალი გონების ამისა და საკმაოდ კი მისი არაგანფრენი იყოს სულელებითათვის და იტყოდა დედაკაცი იგი თაგინე. უკვე ცრემლებსაც ერიდება, აღარ ტირის შვილებს, აღარ გიტირებთ, ხო არ ეგეთი გამოთქმა. აღარ ტირის ამ თავის შვილებს და ეუბნება შენ უფალო ყოვლითვე კერძო მოწყალეო და ყოველთა მწყალობელო მამაო ბულთაო და მსაჯულო ქვრივთაო რომელმ მცირენი ესე და მდაბალნი ყრმანი არა ესე არა იუგულებელს ყავდა ზიარყვენ იგინი ნაწილსა წმინდათა მოწამეთასა შვილნი ესე ჩემი რომელთა იგი შენთვის მრავალი ტანჯვაი დაითმინეს და მოიღეს ზეცსა გვირგვინი დაუჭრომელი და ცხოვრება იგი წარუვალი ამათი ესე სიჩოი წამებაი და ღირსყვენ ესენია მათ თანაშვებასა და სიხარულსა შენსა და მათ თანა განსვენებასა და მათ თანა გვირგვისა და თანა განკურნებასა ნებუთასა ვითარცა იგინი ესევე ესენი და რაითა უწყოდი რამე თუ სათნო გეყნოს მოეცესე ძმასაც ჩემსა კურნებაი რათა ხედვიდეს რას ამბობს ნახეთ უფალს მიმართავს შენ უფალო რომელმან არაუგულებელს ყავს ჩვენი ტანჯვა იმიტომ რომ ესენი დევნულებაში არიან ესენი ნუ ქმარი მოუკვდა ეხლა მე შვილებთან ერთად ეს ძმა მოსაკლაო დაძე და გამოიქცნენ ეს ამე დაეწია დახოცეს ესენი რამხელა რაღაცა განსასწრელი გადაერდა ესენი ხო მიიღე შენ როგორც წმინდანები როგორც შენი ცხოვრები ესე იგი შენ შეიწყნარე ესენი და ეს და ეხლა იმის ნიშნად რომ ეს ნამდვილად ასეა ასამოს მოიღე მოწყალებაი და განკურნე რომ ჩვენ რო ვიცოდეთ რომ შენ ნამდვილად ასე გვაკურთხებ ჩვენ და ნამდვილად ესეა რომ შენ შვილები მოწამეები არიან მოიღე ხა შენი მოწყალება და განკურნე ეს ჩემი ძმა ამის ნიშნად ესე ილუცა ამ თაგინემ და რა გააკეთა ხა საოცრად და მოიღო მიწა იგი რომელ შესვარად იყო სისხლით ამით დავითისათა ეს დავითი ხო იქ მამანი ქვემოკლა და წამოიყო და დაწვენილია და სისხლის დის ნუ ჯერ კიდევ ხო და მიწა რომელიც დავითის სისხლით იყო გაშღენთილი აიღო ეს მიწა და ცხო თვალთა მისთა და მყის აღიხილნა თვალნი მისნი და ესე ორი სასწაული იქმნა წმინდისა დავითის ზედა აი ამ დავითთან დაკავშირებით აი ეს ორი დიდი სასწაული მოხდა ერთი რომ დაბრმავდა ესა და მეორე რომ აი დედამ თაგინემ ეს სისხლიანი მიწა თვალებზე მიადო და ამას თვალები აეხილა ხოლო ყოლაცა ჯერიჩინა კაცმოყარემ ღმერთო მოიდომა რათა ყოველთა კაცთა გამოუცხადოს სიმხლე იმას დაუწყოს ვითარმე სათნო იყო ღმერთმა მსხვერპლი წამებისა მათისაა ბავშვების და ღმერთს უნდოდა რომ ყველა ადამიანს გაეგო ეს ამბავი
და ეს ორი ბავშვი, რომელიც ესე შეიწირა, რომ ეს ყველასათვის საცნაური ყოფილიყო რა მოხდა. და ნახეთ რა მოხდა, მას ღამესა გამოუწყინდეს ნათლი ვითარცა მთიებლის სვეტის სახეთ ნათლისა, სინათლის სვეტი დაადგა მთას. რომელთა თავი მიუწვდებოდა ვიდრე ცალდე, აი იქიდან მიწიდან ზეცამდე და ყოველნი ერნი ქვეყანისანი ხედვიდეს, რომელთა უწყდეს, ადიდებდეს ღმერთსა და რომელნი შორს ყოფნი ხედვიდეს ნათლას ამას, დაუკვირდებოდა და გამოიძიებდა ურთიერთას. ესე იგი, მთელი მარემარეში მიწიდან ცამდე სინათლის სვეტი დაადგა ღამე და ნუ ვინც იცოდა ხო მიიღეს როგორც ნიშანა, ვინც არ იცოდა რაშია საქმე, ნუ შორს ისინი იძიებდნენ და კითხულობდნენ რა მოხდა, რაშია, რა სინათლის სვეტია. აი ესეთნაირად დასრულდა ამათი წამების ამბავი და ვითარცა ეუწყო საქმე ესე წმინდა სამამასა ჩვენსა ნერსეს კათალიკოს სომხეთისასა. რამე თუ თვით ხედვიდა იგი იშხნით საკვირველებას ბრწყინვალებასა მიუწვდომელი ნათლისასა, იშხანში არის. იშხანში არის ნერსეს კათალიკოსი ამ დროს, მისი რეზიდენციაა იქ. და მივიდა ეს ამბავი, იმიტომ რომ მის ეპარქიაში ხდება ეს, ხო? და მივიდა ნერსეს კათალიკოსამდე ეს ამბავი და თვითონვე თავის თვალით ღამე იშხნიდან, ესე იგი ეს კიდე მოშორებით არ ეცოდა, მაგრამ ნუ იშხანიდან დაინახა ეს ცამდე აღმართული სვეტი. რომელიც უფალმა ადიდნა ღირსნი მისნი გულისხმაყო საქმე ესე სული სამიერ წმინდისა და ზრბით და სული წმინდით ეუწყან, იმიტომ რომ წმინდანია ნერსეს დიდი. განყოფილ ეკლესიის ჯერ კიდევ სომეხთა შორის განყოფა არ აქვს და ჩვენი წმინდანია, რა თქმა უნდა. ჩვენი, ნუ ჩვენს თავყავსად. და სული წმინდით ეუწყა და წამოვიდა ამ სოფელ ესე იგი ამ სოფელსა დივრის და თანაც წარმოიყვანა მღვდელნი იოანე, საჰაკ და გრიგოლ. სამი მღვდელი წამოიყვანა, ხოლო თევდოსი შეურდა ფერთან ნერსი კათალიკოსისათა და აღვარა ყოველნი. იგი შეწოდებანი რომ იქნა და მოიღო ქრისტეს მიერი ბეჭედი და წმენა ყოველთა გულითა თვისი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი არსებით იწამა იესო ქრისტე რომელმაც ესეთი დიდი სასწაული გამოაჩინა. და ნერსეს შავარდა ფერხთით, ახსარება უთხრა მოუყვა ყველაფერი, აღიარა თავის წოდები და მიიღო ესე იგი მოინათლა და ყოველნი მოწამენი და წმინდანი მისნი, ხოლო წმინდამან ნერსე თვისითა ხელითა წარგლაგლა გვამნი იგი წმინდათანი. თაგინეს თანადგომითა დედის ამათისა და თეოდოსისა და დაუსვენა ერთი იგი ზედა მთასა და ერთი იგი დივრის ქვემო კერძო დასავლეთ ხევსამას ნავარევისას. ნუ ამ ნერსემ ეს მონათლა და შემდეგ თავის ხელით შემოსა ეს გვამები შეიწარგა და ერთი მთის წვერზე როგორც სადაც მოკვდა და მეორე ქვემოთ სადაც მოკვდა. აი ამ ორ ადგილზე დაასაფლავა თაგინესა და თეოდოსის დახმარებით. და თეოდოსი წარაგოს აფასე დიდძალი თანხა გაიღო და აღაშენა ეკლესიայի დავითის ზედა და იპყრა დადოს ახსენებელი მართლა. დავითის სახელზე მისი სიკვდილის ადგილას ტაძარი ააშენა დიდი. თევდოსი. ხოლო მთავარმან დივრისამან მოიხდნენ ნაწილი წმინდათა ძვალთა ტირიჭანისათან და მანაც აღაშენა ეკლესიայի. საწამებელად მისა, რომელი იგი იქნა საზღვართა მისთა შორის ვენახტამად. და ამ დივრის მთავარმაც სადაც ტირიჭანი მოკლეს, იმ ადგილზე ტირიჭანის ტაძარი ააშენა. ხოლო ნეტარი თაგინე წავიდა ხევთა მამურავანისათა, სოფელსა რომელსაც ქვია ტაძარანი და მულ შეისუნა. და ეს კიდე წავიდა და ნუ როგორც იყო ესე მონასტრები ესეთი არსებობდა, მაგრამ აი იქ წავიდა ეკლესიაში, იქ დაიწყო ცხოვრება და იქაც გარდაიცვალა. საფლავი მის აღმოაცენებენ კურნებას. და ამ თაგინეს საფლავიც კურნებას აღმოაცენებს. ანუ მე არა გვაქვს თითქოს აქტი ამის წმინდანად შერაცხვის თაგინესი, მაგრამ ნუ აი ცხოვრების მიხედვით წმინდანია და ალბათ ეს თაგინეც დღეს მოიხსენება დღევანდელ დღეს ალბათ. და საფლავი მის აღმოაცენებენ კურნებას, ხოლო მთავარმან მან დივრისამან აღაშენა ეკლესიაში შორის ვენახთა სადიდებლად მამისა და ძისა და წმინდისა სულისა
და მარადის და უკუნი თიკუნისამდე აი ვენახში სადაც თაგინე დასახდა აი მდივრის თავარმა კიდევ ერთი ტაძარი აღაშენა ყოველწმინდა ხო თავიდან ითქვა სახელთა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა და თავიდან ითქვა რომ წმინდა სამების თაყვანისმცემელი იყო ეს ოჯახი და ამიტომ ეს თაგინის საფლავზეც ყოველწმინდა სამების სახელობის ტაძარი აშენდა. ნუ ესეთი იყო დავითისა და დირიჭანის ცხოვრება, მოწამეობა და შეგვიწიოს მათი მადლი. ეს რაღაცა გასაოცარი ამბავი, აი მე-4 საუკუნეში მომხდარი და აი დღემდე ცოცხლად მოვიდა ჩვენთან ეს დეტალებით რაღაც. შეგვიწიოს მათი მადლი. ნუ მე შეგახსენებთ, რომ დღეს არის 31 მაისი, ანუ საეკლესიო კალენდრით 18 მაისი 2025 წელი და საუბარი 77 პრაქტიკულად ფარავს დღევანდელ დღეს, აი თუ არა ამ დავითის და დირიჭანის ცხოვრება, რომელზეც ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი, დღეს არის წმინდა იოანე პირველი რომის პაპი, წმინდა ალექსანდრე ანკირელი, წმინდა ვენანციუს კამერინელი, წმინდა არსენ ბერი მესინელი, მცირე, წმინდა ფელიქს პოლეტელი და წმინდა მეროლილან რეიმსელი. ამათ შესახებ შეგიძლიათ თქვენ ნახოთ საუბარი 77. მე კი დღეს ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.